ესენი ნახეთ გეხვეწების რა დღეში არიან. ანუ ორივე პატარა როა და თამაშის მეტი ის როა რა აქვთ, რა ქვია, საქმე და ენერგია რაში დახარჯონ რო არიციან. რა დღეში არიან, პროსტა დასაყვარლები არიან, ნახეთ. ნახეთ. ეს ცანცარა ეს მოусვენ არის, ხო არიღლება ეს. რა ღუნღულა ნახეთ. ეს გადაკიდე მამაჩემმა რომ აჩვენა დიდი ჩანდა კამერაში. თურმე ესეც კნუტი ყოფილა. წრიპა ყოფილა ორივე. ვაიმე რა დღეში არიან, ხო არიღლებიან, ა? პატარები რა საყვარლები არიან. კაი, всё, მორჩა. ის შეხედეთ რა დღეში. ყელი გამოჭამა. ყელი გამოჭამა, ნახეთ. ოპა, ეცა იმანაც. რა დღეში ხართ, გეყოფათ. ამათი ერთად ყოფნა არ შეიძლება. ესო ხერი ხო არიღლება რა. ჯერ არც ერთი არ ჩანდნენ რომ შემოვედი სახლში და მერე გამოვარდა ჯერ კატა და მერე მოყვალეკვი. მოგესალმებით სოფლიდან. ეს ჩემი მხედველობის სათვალეა, მაგაზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. ეხლა ისეთი გათიშული ვარ. ყავა არა მაქვს და მაღაზიაში მინდა წავიდე, რომ ყავა ვიყიდო. და მერე მოვადუღებ ყავას, დავჯდები და გაგესაუბრებით. ესე იგი 2 დღე მაინც ჩამოვირბინე სოფელში. ძალიან კი მეზარება ეხლა, მაგრამ სადღაც არის აქ ჩემი ძველი სკეიტბორდი. და მაგითი გავხრიგინდები, მოვიტან ყავას, გამოვხრიგინდები და მოვალ. თან რამდენი ხანია მაგით არ მიკატავია სოფელში. სკოლაში დავხრიგინებდი ხოლმე მაგით. გავიხსენებ ძველ დროს. აგერ ფეიხო მოვხიკე თითქმის ერთივე დრო, რომელი ფეხსაცმელიც მეცვა იმ ფეხსაცმელით შევედი, გეგონება ჩუსტი არ მქონოდა სოფელში. აგერ არის 2-3 ძირია, 3 ძირი ფეიხოა, 3-ვე სხვადასხვა ჯიშის. ხო და კაებს გადავარჩევ და წავიღებ თბილისში. ესე იგი ერთი ჯიში არის ესეთი თხელკანიანი, წვრილებია, ანუ ზომაში პატარაა, ოღონდ ყველაზე გემრიელია. მეორე ჯიში არის ბრტყელები. ცოტა ანუ მსხვილებია, მაგრამ მჟავეები. მესამე ჯიში არის სქელკანიანი, ესეთი მრგვალებია, დიდები, ოღონდ ცოტა ჩალასავითაა, მაგრამ გემრიელია. აგერ ესა ყავა თქვენ გარეშე დავლიე. ეხლა მინდა არც შტატივი წამომიღია. არც მიკროფონი წამომიღია, 2 დღით ვიყავი წამოსული და რამე შტატივებოდა და რამე მიკროფონებოდა. ეს სათვალე წითელი მოჩანს რატომღაც კამერაში, მაგრამ ის არის რა, მწვანე ფერისაა. და თვითონ შუშა ქამელეონია და მზეზე მუქდება. მაგიტომაც მოჩანს ეგრე კამერაში. ეხლა ისეთი მწველი მზეა, ოთახში ცივა, თორე ძალიან საშინელი წვავე მზე არის. ღამე კი ცივა, მაგრამ იმდენად არ ცივა, როგორც თბილისში ციოდა. თბილისში უფრო სიცივე იყო, ვიდრე სოფელშია. ეხლა სანამ დაღამდება 3-4 რომელი საათია?
4 საათია უკვე ზუსტად და რავი 5-ზე უკვე ღამდება 6-ის ნახევარზე თუ რომელზეც ღამდება რა ვიცი. ეხლა მინდა კარალიოკის პოვნა, კარგი კარალიოკის. დიდათ აღარსად აღარ არის უკვე შემორჩენილი კარალიოკი, მაგრამ აი ჩემს გვერდით ეზოში არის რომელი კარალიოკი იცით? ესე იგი ბრტყელი არის, მაგრამ ყვახე როცა მჟავეა რა, ვერ შეჭამ. და როცა დამწიფდება, კარაქივით არა დნება პირში, ზამთარში რო შემოიტანს სივს, გაყინულს და ფეჩთან რო დაჯდები და რო გათლი და შეჭამ, აი ვაშლივითაა და თან კარაქივით რა, თან ხრაშუნაა, თან პირში დნება, ძალიან გემრიელი კარალიოკია. ხო და ცოტა ფეიხოს წავიღებ, ცოტა კარალიოკს წავიღებ, ბევრი არაფერი არ მინდა, მე ისედაც მიფუჭდება, დიდათ არ ვჭამ. და ეს რა ქვია, სულგუნის წაღებაც მინდა, მეზობელი აკეთებს კარგ სულგუნს და შეიძლება ერთი თავი სულგუნიც წავიღო და სხვა ისეთი არაფერი. ოღონდ ეხლა ისე მშია, გული მიმიდის. არ ვიცი. მამიკომ გააკეთა გუშინ გემრიელი წვნიანი სუპი. ისე გემრიელად ვჭამე გუშინ. 2 ღრმათებში ვჭამე. ისე გემრიელად მივირთვი, რომ აი ძალიან მომეწონა. და ეხლა ამ ოთახში შუქი არის, რომელიც შუქის როლს არასრულებს, საერთოდ ბნელა ძალიან. ეხლა გავათბობ სუპს, გავაცხელებ, გემრიელად შევჭამ და მერე გავალ მერე გავალ კარალიოკსაც მოვკრიფავ, აი გაჩვენებთ სადაც არის. რა ლამაზი ფერებია სოფელში, ნახეთ. ეს ხურმა დიდათ არ მიყვარს. აი იქ არის კარალიოკი, რა დაემართ ამ კამერას. აი ეს კარალიოკია, რომელსაც საკმაოდ ბლომად აბია, უბრალოდ რატომღაც კამერაში არ მოჩანს. და იმ კარალიოკსაც ცოტა შედარებით მწიფეები თუა რომელიმე, იმიტომ რომ გვიან მწიფდება, მოვკრიფავ. ესეც ხურმაა. ეს სუპი. აი ნახეთ უბრალოდ რამდენი ბოსტნეული აქვს. ზემოთ სუბოსტნეული ტივტივებს მწვანილი, ბულგარული, ხახვი, ყველაფერი აქვს საერთოდ ბოსტნეული და ხორციც აქვს, მაგრამ მე ხორცი არ მიყვარს წვნიანში, ხორცს არ ვჭამ. გუშინ ცხლად 2 ღრმათებში ვჭამე, ისე ძალიან მომეწონა. ძალიან გემრიელია. მოგესალმებით. შუადღე მშვიდობისა. მესამე დღეა უკვე სოფელში ვარ. ნუ სრული დღე არა, მაგრამ ძალიან დავტკბი იცით. არსად არ წავსულ ვარ, არსად არ გავსულ ვარ. მარტო ვარ სახლში და ტკბები აქაურობით. ანუ ეს საერთოდ არ არის მუქი და კამერაში მოჩანს ძალიან მუქი. ქამელეონია და მზეზე შავდება, მაგრამ კამერაში ზედმეტად მუქი მოჩანს. არა და არ არის რეალურად ეგეთი მუქი. დღეს საღამოს მივდივარ თბილისში. ხო და რავი, კმაყოფილი ვარ რა ამ ერთკვირიანი შვებულებით. ექიმებშიც ვიყავი, თვალის ამბავი მოვაგვარე, ბრეკეტების გაკეთება მინდა ახლო მომავალში და გაზაფხულზე მინდა ცხვირის ოპერაციის ამბებიც გავარკვიო და ცხვირის ოპერაციის გაკეთებაც მინდა. არა. აი რომ უხდება ძალიან მახინჯდება.
და ნერვებს მიშლის. ანუ რეალურად არის ხა შუშაც და პლასმასიც არის მწვანე ფერი რა. აი ბალოტის ფერს რო ეძახიან. მაგრამ კამერაში მოჩანს ზედმეტად ყავისფერი. თორე რეალურად არ არის ეგეთი ყავისფერი, როგორც კამერაში მოჩანს. შევეჩვიე ესე თუ ისე, შევეგუე და ძალიან კარგია მართლაც ვიყავი აქამდე, იმიტომ რომ სულ სხვანაირად ხედავ ყველაფერს. ძალიან კარგია. რა კაია სოფელი? ესე იგი ამას წინებზე რო ჩამოვდიოდი ხოლმე სოფელში ყოველთვის მიტევდა ესეთი შეგრძნება აი უაზროდ ყოფნის რა მეკეთებინა არ ვიცოდი ძალიან მიჩვეული რო ხარ ზოგადად თბილისში მოძრაობას ესე ვთქვათ გასვლას გამოსვლას იქ სამსახურს იქ უნივერსიტეტს სიარულს რო ხარ შეჩვეული სოფელში რო ჩამოდიხარ და ვერაფერს ვერ აკეთებ მე არიცი ხოლმე რა აკეთო რა ხო და ეგრე მემართებოდა ხოლმე წინათ რო ჩამოვედი აი რა მეკეთებინა არ ვიცოდი ტელეფონში ვიყავი არ მინდოდა ის მინდოდა აი არ მინდოდა ეს მინდოდა არ მინდოდა და მოკლედ თან მინდოდა თან არა ყველაფერი და რა მეკეთებია არ ვიცოდი ხოლმე და ეხლა ამ ჩამოსვლაზე ყვავია თუ ძერაა თუ რაც არის დატრიალებს ორი ცალი კრუგებს ურტყავს ერთი დიდია ერთი პატარა ხო და ეხლა ეს 3 დღეა საერთოდ არ მქონია ეს აი უაზროდ ყოფნის შეგრძნება რა მობეზრების შეგრძნება კი ხედავთ როგორი მზიანი ამინდიცა მწველი მზეა ღამე კი არის სიცივე და ცეცხლს კი ვანთებ მაგრამ იმდენად სიცივე არ არის შემაწუხებელი და რაღაც ვაფშე არა ასეთი სიცივე უბრალოდ რადგან სოფელში ვარ ესე ვთქვათ ცეცხლს ვანთებ იმიტომ რომ ვთქვათ რაღაცა მუღამი მაქვს რა ყვავები უნდა გაჩვენოთ დატრიალებენ უყურე წიწილებს არ აჩერებენ სოფელში სად წავიდნენ ახლა წავიდნენ всё გაქრნენ ვაიმე ამათ მასისაყვარლე მომკლა ხალხო დათუნიეროა დათვი რა ყუნყულაა ნახეთ რა აი რა ყუნყულაა და თან არიღლება კატა შეკლული ყავს ანუ კატა შეიკლა ხელში გარბის არიღლება რასაც ქვია ანუ სულ თამაში უნდა და სულ ერთ ამბავშია მოდი აქ დათუჩ ფოქსი ვაიმე რა დღეში არიან ფოქსი მოდი ჩემთან მოდი კისერზე რომ მოვეფერები გადაკოტრიალდება დაწვება გეგონება მოკვდაო ისე სიამოვნებს ცხვარს ვეძახი ანუ თან დათვს ვეძახი და თან ცხვარს ნახეთ როგორი ცხვარივით თმები აქ ხუნყულა ბუთქუნა და საყვარელია ძალიან სულ ესე არიან ერთ ამბავში არიან სულ კატა ახტა და ეს ვერ ხდება